კვარაცხელიას მორიგი გოლი, იტალიური მედიის შეფასება, კონტეს კომენტარი, შეუჩერებელი ქოჩორაშვილის მწვრთნელის შეფასება. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციებისთვის უყურე ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული სეზონი გრძელდება. მეექვსე ტურში ანტონიო კონტეს გუნდმა მონცას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ანგარიში მატეო პოლიტანომ გახსნა, 33 წუთზე კი ქართველმაც გაიტანა. შეგახსენებთ, რომ კვარასთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე გოლია. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა 75 წუთზე შეცვალეს. შესაძლოა ამის მიზეზი პირველ ტაიმში მიღებული ყვითელი ბარათი იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი შეცვლით კმაყოფილი არ ჩანდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარას ცვლილებით ანტონიო კონტემ გუნდის სათამაშო სქემას შეცვალა და 5 მცველზე გადავიდა. რა თქმა უნდა, იტალიურმა მედიამ ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ნაპოლის სკუდეტოს სეზონის კვარა დაუბრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიური მედიის და ექსპერტების აზრით, ნაპოლი წელს სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამ ყველაფერზე შეხვედრის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემაც ისაუბრა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს, გამითმე ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. Aparte que აურელიო დე ლაურენტისი მეუბნებოდა, რომ გუნდს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და არ ვიცი რა გამომივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შევქმენი ფეხბურთელები ჯგუფი, რომლებიც მე-10 ადგილზე აღარ გავლენ და ლიდერ ინტერს 40 გულით არ ჩამორჩებიან. რომელო ლუკაკომ გოლი ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ დიდი სამუშაო გასწია და გუნდს ის სარგებელი მოუტანა, რასაც მისგან ველოდებით. ბელგიელი ფორვარდი საკმაოდ გვიან შემოგვიერთდა და წინა სასეზონო მზადება ჩვენთან ერთად არ გაუვლია, რის გამოც სანაკრებო პაუზებს პირველ რიგში მისთვის ვიყენებ. ველოდი თუ არა, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში თავიდანვე აღმოჩნდებოდით. ჯერ სიხარული ადრეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებიდან მხოლოდ იუვენტუს და ბოლონიას შევხვდით. მაგრამ ის მონდომება და შემართება, რომლითაც ჩემი ფეხბურთელები მოედანზე გადიან, სრულიად საფუძვლიანად მაძლევს იმის იმედს, რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ამ გამარჯვებით სერიას სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ოქტომბერს კომოს უმასპინძლებს. მართალია, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც თქვენ რას ვფიქრობთ? შეძლებს თუ არა ნაპოლი წელს სკუდეტოს მოგებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი მანამდე გეტყვით, რომ კვარაცხელიას კარგ თამაშთან ერთად სერიაში ასევე გრძელდება საბა გოგლიჩიძის დამაჯერებელი თამაშიც. ქართველმა მცველმა მორიგი ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ემპოლის და ფიორენტინას შეხვედრა 0-0 დამთავრდა, რაშიც რა თქმა უნდა ქართველის დამსახურებაც იყო. გოგლიჩიძემ 90 წუთი ითამაშა და როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც გოგლიჩიძემ თამაში დაიწყო, ემპოლის 4 ტურში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საბა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. ემპოლის 10 გოლა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 10 ოქტომბერს ლაციოს დაუპირისპირდება. ესპანეთის ლა ლიგა 2-ში კი ქოჩორაშვილის შესანიშნავი თამაში გრძელდება. ამჯერად ლევანტემ ალმერია 4-2 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მეორე ტაიმში, მაშინ როდესაც 2-2 იყო, ქართველი ნახევარმცველი საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს ძლიერი დარტყმით გაუტანა. რამდენიმე წუთში კი საგოლე პასიც მიითხოვა. ქართველის შესანიშნავ თამაშზე შეხვედრის შემდეგ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ისაუბრა. კომენტარი გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილმაც. ქოჩორაშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული თვისებები აქვს. ის მოედანზე ბევრ ტერიტორიას ფარავს. დღეს მან ხაზებს შორის თამაშს თავის შესანიშნავად გაართვა. როდესაც მეტი სივრცე აქვს, ისიც უკეთესია. ახლა ძალიან თავდაჯერებულია. გუნდში 6 მაღალი დონის ნახევარმცველი მყავს და როდესაც ისინი კარგ კონდიციაში არიან, მეტი შანსია, რომ კარგი რაღაცეები მოხდეს. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, როგორც დავიწყეთ თამაში. 2 გოლით ვიგებდით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები გავუშვათ. გუნდს აქვს იმის მენტალიტეტი, რომ არასდროს დარებდეს, რომელსაც ასევე მეც ვიზიარებ. მეორე ნახევარში მოედანზე მოსაგებად გამოვედით. გულშემატკივრის მხარდაჭერით აღფრთოვანებული ვარ, რადგან მათგან სრულ გვერდში დგომას ვგრძნობ. როდესაც დაღლილი ხარ, ან პასის გაკეთებას ვერ ახერხებ, მუხტით და ენერგიით გავსებენ. ამიტომ ვთხოვ მათ, რომ იგივე ენერგია შევგძინონ მომდევნო შეხვედრაში და მოედანზე ჩვენს მაქსიმუმს დავდებთ. შეგახსენებთ, რომ ეს ქოჩორაშვილის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ მე-6 შეხვედრაში. გარდა ამისა, ორჯერ საგოლე პასიც მიითხოვა. ლევანტე ლა ლიგა 2-ს ამ დროისთვის 14 ქულით რასინგთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს ოვიედოს უმასპინძლებს. ახლა კი გიორგი ციტაიშვილი, რომელმაც გრანადაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში ბურგოს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, რომელიც 2-2 დამთავრდა, ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა.
ციტაიშვილმა გრანადის მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გრანადას 7 ტურში 7 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს მირანდეს სტუმრად დაუპირისპირდება. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კი სუპერ შეხვედრა გაიმართა. ბუდუ ზივზივაძის კალცრუე კიოლინს დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა ფრედ 4-4 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ კალცრუემ შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან 15 წუთში უკვე 0-3 აგებდა. თუმცა მალევე ქართველის გუნდმა თამაშის შემოbrunება დაიწყო, რაშიც თავისუფლი ქართველმა შეიტანა. მე-19 წუთზე ზივზივაძემ საგოლე პასი გაიფორმა. ზივზივაძე, რომელმაც შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო, 79 წუთზე შესვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მან გოლის გატანა ვერ შეძლო, მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო. კარლსრუე 15 ქულით სატურნირო წყვილში მეორე ადგილს მაგდებურგთან ერთად იყოფს. შემდეგ შეხვედრას ქართველის გუნდი 4 ოქტომბერს გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის უიღბლო სეზონი გრძელდება. ამჯერად ქართველმა ტულუზას წინააღმდეგ თამაში ძირითადიდან დაიწყო, თუმცა სადებიუტო გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. ის 78 წუთზე შესვალეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ლიონმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ კარში ერთხელ დაარტყა. ტულუზი მე-14 წუთზე დაწინაურდა. სტურებმა კი ანგარიში შესვენებამდე ავტოგოლით გაათანაბრეს. ლიონმა გამარჯვებამ საჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე გატანილი გოლით შეძლო. ამ გამარჯვებით ქართველის გუნდი ლიგა 1-ში 7 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს ნანტს უმასპინძლებს. თუმცა მანამდე 3 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე რეინჯერს ესტუმრება. სურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი კი მე-6 ტურის შეხვედრაში ნანტს ესტუმრა და ფრედ 2-2 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქართველმა საგოლე პასი გააკეთა. მაშინ, როდესაც 2-0 იყო, სურიკომ კუთხურიდან ბურთი გაითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა. იბრაჰიმ სისოკომ კი ბურთს მიმართულება ოდნავ შეუცვალა და ანგარიში 2-1 გახდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენს სულ 3 გოლი აქვს გატანილი და აქედან 2 შემთხვევაში საგოლე პასი ზურიკოს ეკუთვნის. სენტ-ეტიენი 4 ქულით მე-17 ადგილზეა და შემდეგ ტურში 5 ოქტომბერს ოსერს დაუპირისპირდება. იუბილარმა გიორგი მამარდაშვილმა კი სამწუხაროდ ვალენსია წაგებას ვერ გადაარჩინა. ქართველის გუნდი ლა ლიგის მერვე ტურში რეალ სოსიედადთან 0-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გაშვებულ 3 გოლში 24 წლის ქართველ მეკარის ბრალი არ მიუძღვის. სამივე შემთხვევაში ცუდად ვალენსიელმა მცველებმა ითამაშეს. უფრო მეტიც, დამატებით 3 ეპიზოდში ვალენსიას ქართველმა გოლკიპერმა კარის გადარჩენა მოახერხა. ამ მარცხის შემდეგ ვალენსიას 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. ვალენსია მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს სტუმრად ლეგანესთან ჩაატარებს. ოთარ კიტეიშვილმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა. 28 წლის ქართველი ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში ლინცთან თამაში სათედარიკო და სკამიდან 58 წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წუთში მისი გუნდი 11 მეტრიანის ნიშნულიდან წინ გაიყონა. შეხვედრა 2-1 დამთავრდა. ქართველი ფეხბურთელი კი შეფასებებით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. გრაცის შტურმი კი 16 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს ავსტრიის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ზალცბურგს დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს უმასპინძლებს. გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა კი ინგლისის ჩემპიონშიპის მე-7 ტურში სანდერლენდი 2-1 დაამარცხა. ქართველმა შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო და 74 წუთი ითამაშა. ამის მიუხედავად ის გუნდში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უოტფორდმა ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს სტუმრად პრესტონს დაუპირისპირდება. MLS-ის მორიგ ტურში კი საბა ლობჟანიძემ კვლავ გაიტანა. ატლანტა ფილადელფიას ესტუმრა და ფრედ 1-1 ითამაშა. ატლანტა მარცხს ქართველმა ფეხბურთელმა 72 წუთზე შესანიშნავი დარტყმით გადაარჩინა. გადარჩენილი 1 ქულის შემდეგ ქართველის გუნდს სატურნირო ცხრილში 34 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ატლანტას მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფეხბურთელებს შემდეგ ტურში. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.